პირდაპირ რომ თქვა, გამორიცხული აფელი არ არის. გამორიცხული არაფერი კი არა, ალბათობა მაღალია საკმაოდ იმისი, რომ გიორგი გახარიასთვისაც აგერ საქმის შეთითხმა მიმდინარეობს, ახლა ყველა ხედავთ, ხო? დღისით, ბზისით. ოღონდ მინდა აი მარტივად უთხრა ჩვენს მაყურებელს რაშია საქმე რა. საქართველოს მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე. საოკუპაციო ზოლის აქეთა მხარე, სადაც ქართული ხელისუფლება აკონტროლებს, საგუშაგოს ჩადგმა ეს არის მოსახლეობის დაცვისთვის ძალიან მნიშვნელოვანი ღონისძიება. მე შეგახსენებთ, თამაზ გინტურის ამბავი ყველას გემახსოვრებათ, ხო? საქართველოს მიერ კონტროლირება ტერიტორიაზე მოხდა ამ ქართველი ვაჟკაცი, კარგი ადამიანი, რაღაც ეკლესიაში სალოცავად შევიდა და მოკლეს. ასეთი ტიპის საგუშაგოები იცავს საქართველოს მოსახლეობას პირიქით საოკუპაციო ზოლთან მცხოვრებ ადამიანებს და რაც უფრო მეტი იქნება ასეთ საგუშაგო, მით უფრო ნაკლები იქნება ამ ცოცავი ანექსიის, ესე იგი, პრეცედენტებით, შემთხვევებით, რომელიც არის და მით უფრო მეტად იქნება დაცული. ვის უხსნით ახლა თქვენ ამას? უბრალოდ ვამბობ ამას იმ ადამიანებისთვის, რომლებსაც რთულად ელაპარაკებიან, რომ საქართველოს უღალატა პრემიერ-მინისტრმა 2019 წელს რუსების სოცავი ოკუპაციის შესაჩერებლად რომ ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა გახსნა საგუშაგო, ეს შეიძლება არ ესიამოვნოს და ეს მიყიდოს როგორც უთქმედებად ქართულმა ოცნებამ მხოლოდ თავისი ამომრჩევლის იმ ნაწილს, რომელიც თავიდანვე მოყვება იმ ნარატივში, რომ საქართველოს წინააღმდეგობის გარეშე კაპიტულაცია უნდა გამოეცხადებინა რუსეთისთვის. იმისთვის რა ნარატივზე წააგებს გახარიას დაჭერას, იმ ნაწილისთვის ეს სულ არ ჭირდება დაჭერებისთვის რაიმე არგუმენტაცია, მაგრამ ეს მისაღები ვარიანტია. იმიტომ რომ ის მზად არის ნებისმიერ ფასად მშვიდობა შეინარჩუნოს. ანუ ქვეყანა ჩააბაროს უბრძოლველად რუსს. ახლა ჩემი კითხვა უკავშირდება შემდეგს. იშვიათად მინახავს მე ივანიშვილის მიერ საჯარო სივრცეში გამოხატული პერსონალური მიუღებლობს სიტყვა სიძულვილი შემიძლია ვიხმარო იდეაში არა სიძულვილი უფრო იყო მე თუ მკითხავთ რომელიც მან აშკარად და ღიად გამოხატა გახარიას მიმართ მოლოდინი რომ მასზე სამაგალითოდ იძიებდა შურს ესეც არსებობდა გიორგი გახარიას და თქვენ რა გათვლები გაქვთ ამ პერსპექტივასთან მიმართებაში ამ ეტაპზე ივანიშვილი სრულად მართავს ხელისუფლებას ქვეყნის შიგნით საპროტესტო მუხტი არსებობს, მაგრამ მისი ორგანიზება არ ხდება, ანუ არ არის ისეთი ტიპის აქტიური წინააღმდეგობის კერები, რომელმაც რაღაცა ტიპის გადაწყვეტილებებში დროებით შეიძლება ხელი შეუშალოს. აი ამ ზაფხულის დასაწყისში საერთაშორისო ვითარება კიდე ისეთი არის, რომ ჩვენთვის დიდად შეიძლება არც არავის ძალია. ძალიან კარგი წინაპირობა და ნიადაგია, რომ აი ზაფხულის დასაწყისში გახარია დაიჭიროს. რა გეგმები გაქვთ რომ ამას ან ხელი შეუშალოთ, ან რამეში გამოიყენოთ? ხელი შეშლის ერთადერთი გზა არსებობს, ის გზა არის ახლა თქვენთანაც ეთერი, სადაც ვამბობთ რომ ეს რაც გაკეთდა მაშინ ეს იყო საქართველოს ინტერესებში შედიოდა და საქართველოს ინტერესების გამო იჭერენ, ამასაც უფრო მეტი ადამიანი გაიგებს, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი და მეორე თემა კიდე პერსონალურად რომ ამან ჩუმად გააკეთა ახლა გახარიამ პრემიერ-მინისტრის რაღაც სხვადასხვა მინისტრების იმის გარშე ყველას მინდა უთხრა აქვე რომ იმისათვის საგუშაგო გაიხსნას იქ უნდა მიიღო ანუ გზა უნდა გააკეთოს შესაბამისი ინფრასტრუქტურა ამას ჭირდება ფინანსები ანუ ამას ჭირდება ფინანსთა სამინისტრო ამას ჭირდება ინფრასტრუქტურის სამინისტრო ამას ჭირდება სუსი ამას ჭირდება პრემიერ-მინისტრი ამას ჭირდება პოლიტიკური გადაწყვეტილება და რა თქმა უნდა მთელი თავრობა იყო საქმის კურსში ამასთან დაკავშირებით და ეს ვარიანტიც არ არსებობს რაც შეეხება იმ თემას რომ მეტი რითი უნდა შეუშალოთ ხელი არაფრთან უნდა შეუშალოთ აგარ რითი შეუშალეთ ხელი როდესაც სამარცხვინო ამბები ხდება საგამოძიებო კომისია პარლამენტში რომელიც არის ოპოზიციის კვოტა ასე ვთქვათ რა ოპოზიციამ უნდა შექმნას და შეუძლია ოპოზიციამ მოითხოვოს და შექმნას თვითონ ეს ხელისუფლებამ შექმნა ოპოზიციის კვოტით საგამოძიებო კომისია დაარქვა ოპოზიცია იქ იმ ადამიანებს რომლებმაც ყველამ ვიცით რომ სასაცილოა უბრალოდ რომ ახლა ვიქტორ ჯაფარიძეს და სოზარ სუბარს მაჭარაშვილს და სხვებს ოპოზიცია უწოდო ამით შექმნა საგამოძიებო კომისია და საგამოძიებო კომისიაზე არ
მისვლისთვის იჭერს პოლიტიკოსებს. როგორ უნდა შეუშალო ხელი, როდესაც აი ესე გიჟი თავისუფალიასავით არის რა, რასაც უნდა ყველაფერს აკეთებს. ხო ხედავთ ესეთი ვითარება. ხო, დღეს ხო ნახეთ კიდე არასამთავრობო ორგანიზაციების მოსწორების თემა, მედიასთან, ოპოზიციურ მედიასთან მიმართებაში. ადამიანი ცდილობს რომ რაც შეიძლება ახლა მაქსიმუმ მოასროს, სანამ ეხლა აქ ასეთი ამბები ხდება, ეგერ ირანი და ისრაელი, იქეთ უკრაინა და რუსეთი, იქეთ არც ტრამპსალი, არც ევროკავშირს თავისი გაჭირვებია და ამ პერიოდში ცდილობს რომ რაც შეიძლება მეტად მოასუფთავოს მინდორი, მაგრამ მე ეს რა არის იცის გიორგი? მეორე თემაა რა. ბოდიში მომითხოვია, მაგრამ პუტინის გზით რომ დაიწყო ამ კაცმა სიარული. გავიგე, პუტინიც თავიდან რომ მოვიდა დემოკრატიული ტექსტები ჰქონდა. ორი არჩევნების შემდეგ მან დაიწყო იმის კეთება, რასაც აკეთებს ახლა და პუტინმა კი ბატონო დაიწყო არასამთავრობო იმასთან სამოქალაქო სექტორთან ბრძოლა და მაგრამ რუსეთს მთელი ენერგეტიკული ესე იგი მომარაგება ევროპის თავის თავზე ქონდა ლამის აღებული რა. აქ უზარმაზარი წეაღისეული, არის უზარმაზარი სამხედრო პოტენციალის ქვეყანა, აქ ბირთვული იარაღი. არის ესე იგი ანგარიშგასაწევსა და ეს რამდენი ხანი შეუძლია ამ კაცს რო გააკეთოს, მე ვფიქრობ რომ აქ სერიოზულად ჩამოენგრება ყველაფერი თავს და ხო ხედავთ ახლა უკვე მე რამდენადაც ამაქვს ინფორმაცია თვითონ ოცნების რიგებშიც არის სერიოზული უკმაყოფილება იმის გამო რომ ეხლა ჩორჩანასთან დაკავშირებით რომ და თავს იწონებდნენ მთელი რამდენიმე წლის განმავლობაში და თანაც ეხლა ესეთი ამეც გაირკვა რომ თურმე დაუკარგია ივანიშვილსაც ტერიტორიები მიუხედავად იმისა რომ რუსეთთან ლოკვიც მეტი პოლიტიკა არ ჩაუტარებია ახლა განსაკუთრებით ბოლო წლების განმავლობაში ამის მიუხედავად მაინც დაუკარგია ტერიტორიები. ამიტომ ვამბობ რომ ეს ყველაფერი როდესაც თავს იყრის ამდენი წინააღმდეგობა ერთად შეუძლებელია ეს ასე დამთავრდეს. გეტყვით ახლა მე თქვენ რომ არ არის ამხელა საპროტესტო მუხტია, ასეთი ტიპის წინააღმდეგობებია და ამას ყველაფერს ესე ერთდროულად დაუპირისპირდა და სარგებლობს ახლა ეს მომენტიც გაივლის და გვინახავს მე და თქვენ გიორგი რომ ხელისუფლება არც ერთი არ არის მუდმივი. ყველა ხელისუფლება იცვლება. ყველა ხელისუფლება რო იცვლება, შემდეგ ამ ცვლილების შემდეგ ადამიანებს პასუხს თხოვენ. წინა ხელისუფლებასაც ეგონა რომ მუდმივად იქნებოდა. იმის წინა ხელისუფლებასაც ეგონა რომ მუდმივად იქნებოდა, მაგრამ ძალიან ცუდად დაბრუნდა და იმ ადამიანებს მინდა განსაკუთრებით უთხრა, ვისაც ძალიან ცუდ საქმეებს აკეთებინებს ახლა. ძალიან ცუდ საქმეებს აკეთებინებს პარლამენტარებს, თავრობის წევრებს, პოლიციელებს, მოსამართლეებს, განსაკუთრებით მოსამართლეები ხო პირდაპირ წერენ თავიანთ განაჩენებს ამ საქმეებით, რომელ საქმეებსაც ისინი ესე იგი ისმენენ და შემდეგ მარჯვნივ და მარცხნივ ასე 5 წლიან და 7 წლიან 10 წლიან სასჯელებს გამოუტანენ ხოლმე სრულიად უდანაშაულო მოქალაქეებს, იმ მოქალაქეებს, რომლებიც კონსტიტუციაში რაც წერია, იმას იცავენ ევროპული ღირებულებების დასაცავად იბრძვიან. ეს არის ფაქტი. ამიტომ რითი უნდა დავიცვათ თავი, არაფერი, როცა მართალი ხარ, ეგ არის შენი დაცვა და ახლა საპატიმრო ადგილასაც თუ მოგვიწევს ყოფნა, ეგეც ახლა გვინახავს ბატონო, არ არის პრობლემა. კი, ბატონ ზვიად, მაგრამ გახარია ციხეში ცოტა რთულად წარმოსადგენია ერთის მხრივ. მეორეს მხრივ გახარიას და მის პოლიტიკურ პარტიას ყველაზე მკაფიოდ აქვს გამოხატული თავისი გადაწყვეტილება უკვე თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობასთან დაკავშირებით. ამ მხრივ არის ეს ყველაზე მეტად საინტერესო, რომ აქ ორი ერთმანეთთან მნიშვნელოვან წინააღმდეგობაში მომყვანი ფაქტორი და გარემოება თუ რეპრესიებმა და რეჟიმმა გადალახა ის წითელი ზღვარი, როდესაც პოლიტიკური პარტიების აგრძელების მუქარის თუ პარტიების ლიდერების დაჭერის ფაზაში არის გადასული, იქ რაიმე ტიპის საარჩევნო კონკურენციაში მონაწილეობას უბრალოდ დიდი გაბედულება კი არ ჭირდება, რაღაცა მნიშვნელოვანი არგუმენტები, რის გამოც თუნდაც თქვენი პარტიის მხარდაჭერები იმ არჩევნებზე უნდა მივიდნენ. ესმის გასაგები, ამიტომ ჯერ შეგახსენებთ დღეს აი ეუთო ოდირის თაობაზეც გავიგეთ, ხალხის მოუდნელი იყო სიმართლე გითხრათ, იმიტომ რომ ახლა წინა არჩევნებზეც თვითონ ეუთო ოდირი რომ თქვათ რომ ძალიან ესეთ ხმალამოღებული ებრძოდა ასე თქვათ დარღვევებს და ემებს, იმ სპეციფიური ორგანიზაცია დიპლომატიურ ენაზე საუბრობს და ასე შემდეგ, ეგეც კი არ უნდათ რომ იყოს. აი ამ ყველაფრის გათვალისწინებით, გიორგი, ყველაფრის გათვალისწინებით მოდი ერთი რამ ვთქვათ რა, მე რასაც ვამბობ ხშირად, იმას ვიტყვი ისევ რა. არჩევნები არის ბერკეტი, ერთ-ერთი ბერკეტია. შეიძლება ვისაუბროთ იმაზე, რომ რა თქმა უნდა გააყალბებს, რა თქმა უნდა თავის CSK აქვს, რა თქმა უნდა თავის სასამართლო აქვს, რა თქმა უნდა თავისი სტრუქტურები აქვს, რომელსაც უშიშროება ყველაფერს გამოიყენებს და გააკეთებს, მაგრამ ერთ რამეს გეტყვით რა, 2014 წელს არ მოუგია ოცნებას თბილისი.
ნარმანიას არჩევნებზე მეორე ტური დაჭირდა. 2014 წელს ქართული ოცნება იყო თეთრ ცხენზე იჯდა. მე მაშინ ხელისუფლებაში ვიყავი და პირდაპირ გეტყვით რომ რამე მიქარული მაშინ ხელისუფლებას არ ქონია საიმისოდ რომ რაღაცა ოპოზიციური ან რაღაცა ტიპის პრეტენზიები ყოფილიყო და გინდა ევროპული მიმართულება, გინდა სასამართლოს მიმართ რეფორმები, გინდა დემოკრატიის კუთხით გადადგმული. თბილისში მე თქვენი ისინი გადაცემა ვნახე და 70%-ზე მეტი ადამიანი ამბობს რომ არ ვითარდება ქვეყანას ორი მიმართულებით. თბილისში ამბობენ ამას. და მიუხედავად იმისა, რომ არჩევნებთან მიმართებაში ოპოზიციურ ტელევიზიაში ლამის ისტერიკამდე მისული ტექსტები არის, რომ აუცილებელია ბოიკოტი ამ არჩევნებში, მაინც 54% ამბობს, რომ არჩევნებში უნდა მიიღოს. ამიტომ თბილისის ხელისუფლებას ეშინია. მე ამაში ვარ დარწმუნებული, კონკრეტულად თბილისზე ვლაპარაკობ, ეხლა მე ბევრი მესმის არგუმენტი, რომ რა უნდა ყველაფერს გააკეთებ, მესმის, მაგრამ თბილისი არის თბილისი, ეშინია სერიოზულად. ამიტომ თუ კი არის ორი მოსაზრება კიდე, რატო იჭერს პოლიტიკურ ლიდერებს? ერთი მოსაზრება არის, რომ შეათრიოს ძალით თვითმმართველობის არჩევნებს და მეორე მოსაზრებაა, რომ პირიქით, ესე იგი თვითმმართველობის არჩევნები ჩაატაროს ისე, რომ არავინ კონკურენტი არ ყავდეს. მე მეორე მოსაზრებას ვემხრობი და მიმაჩნია, რომ იმ შემთხვევაში თუ კი ის ახლა იგივე მამუკა ხაზარაძის და ბადრი ჯაფარიძის პროცესიც არის 2 დღის შემდეგ, ხო? იქაც ვნახავთ რა ხდება, აქაც ხედავთ, ხო, რა ვითარებაა და ეს ზეწოლები ამ წუთას რაც მიმდინარეობს, რომელიც სავსებით შესაძლებელია პატიმრობით დამთავრდეს, რა გადაწყვეტილებას მივიღებთ, შემდეგ როგორ მოიქცევით, რა თქმა უნდა, ამას გეტყვით, რა თქვენთან მოვართ ეთერში და ვისაუბრებთ, ყველაფერს თავი რომ დავანებოთ, მაგრამ მე მაინც მგონია, რომ ხელისუფლებას ძალიან სერიოზულად აწუხებს, თუ გინდა ეშინია სიტყვას არ ვიხმარ, სერიოზულად აწუხებს და პრობლემატურად მიაჩნია თბილისში რა მოხდება და როგორ იქნება. რაც შეეხება ბოიკოტის თემას, კიდევ ერთხელ ვიტყვი. ბოიკოტის ბოლო ვადა არის 4 აგვისტო. თუ 4 ოქტომბერს არის არჩევნები 2 თვით ადრე, თუ არ შეიტანე განაცხადი იმაში, რა ქვია, ცენტრალურ კომისიაში, საარჩევნო კომისიაში, შემდეგ ვეღარ დარეგისტრირდები. ამიტომ ეს ბერკეტი არის ეს არჩევნები. ამ არჩევნები თუ კი ბერკეტი არის 4 აგვისტომდე, რატომ უნდა თქვა წინასწარ უარი რომ გინდა თუ არა არ მივდივარ არჩევნებში, ბოიკოტის გამოცხადებაზე ადვილი რა არის. ერთ კაი რიხი ამ პრესკონფერენციას ჩაატარებ წინა დღეს, იტყვი ასე არ მივდივარ, ამიტომ და всё, ესე ჩემი ბოიკოტი რა არის? ბოიკოტის გაკეთებას არც ორგანიზება უნდა, არც რაღაცა ტიპის ფინანსების მოზიდვა უნდა, არაფერი არ უნდა. რატომ უნდა გაუხსნა წინასწარ კარტები ხელისუფლებას, რატომ უნდა თქვა ამას ვაპირებ, იმას ვაპირებ, თანაც ბოიკოტის შემთხვევაში გაგრძელების რაღაცა ისეთი საინტერესო ვერსია მე არ მინახია რა არის ბოიკოტის შემთხვევაში რა აი მაგ შეკითხვას დავუსვათ შემდეგ სტუმარს თქვენს კი ბატონო მადლობა თქვენ და მე კიდე ერთხელ ვიტყვი თავის დაცვა იმისაგან რომ აპატიმრებენ პოლიტიკურ ლიდერებს რომ მასმედიის წარმომადგენლებს ებრძვიან ტელევიზიებს ებრძვიან არასამთავრობო სექტორს ებრძვიან და ასე შემდეგ არის რაც შეიძლება მეტ ადამიანთან მივიტანოთ სიმართლე მადლობა